მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტები და სტუდენტები სასწავლო პროცესს განახლებული სისტემით შეხვდებიან. ოცნების განათლების რეფორმის კონცეფციაში ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი კვლავ ძალაშია. თუკი მაგალითად იურიდიული ფაკულტეტი თესეუში დარჩება, ამ ფაკულტეტზე თბილისში არსებული სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტები სტუდენტებს აღარ მიიღებენ. აქამდე ინიცირებული 3+1 სისტემის ნაცვლად კი, რაც 3 წლიან საბაკალავრო და 1 წლიან სამაგისტრო სწავლებას გულისხმობდა, მთავრობას 3+1+1 მოდელი შემოაქვს. ეს იმ სტუდენტებისთვისაა, ვისაც მესამე საფეხურზე დოქტორანტურაზე სურს სწავლის გაგრძელება და ამისთვის საკმარისი კრედიტების დაგროვება სჭირდება. რეფორმის სრულად განსახორციელებლად განათლების სამინისტროს 60 წლიანი პერიოდი აქვს განსაზღვრული. როგორც წესი, ტრადიციული მიმართულების ფაკულტეტები იქნება შესაბამის უნივერსიტეტებში ეს ერთი და ასევე ვთქვით, რომ რეგიონულ უნივერსიტეტებზე გვექნება შედარებით ვიწრო პროფილური მიდგომა, რაც გულისხმობს ძირითადად პედაგოგიური, აგრარული, სავარაუდო ტურისტული მიმართულებების განვითარებას, თუმცა შეიძლება აი ამ მოლაპარაკებების შედეგად მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლოთ, ამიტომ ეს პროცესი მხოლოდ ახლა იწყება. რეფორმის პარალელურად ოცნების მთავრობა ორი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასაც აანონსებს. ქუთაისსა და რუსთავში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა 2026-2032 წლების განმავლობაშია დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია, რა სახსრებით აპირებს მთავრობა ამ პროექტების განხორციელებას. განათლების მინისტრი ამბობს, რომ დეტალური სამოქმედო გეგმა მუშავდება და ამ დოკუმენტში გაიწერება, რომელ ეტაპზე რა საბიუჯეტო ასიგნებები წარიმართება ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. სწორედ იმისთვის ვაშენებთ თანამედროვე კომპლექსს რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ ძირითადი უნივერსიტეტები და მათი ინფრასტრუქტურა მთლიანად გადავიდეს იქ და აქ იგულისხმება ფაკულტეტების გადასვლა, პროფესორ-მასწავლებლებისთვის სამუშაო ოთახების არსებობა, რაც დღეს თითქმის არ არსებობს. ასევე იგულისხმება მაღალი სტანდარტის დაბალფასიანი საცხოვრებელი კომპლექსების არსებობა, რეკრეაციული სივრცეების არსებობა და ყველა იმ სივრცის არსებობა, რაც სტუდენტური ცხოვრებისთვის და სწავლების პროცესისთვის უმაღლეს განათლების კონტექსტში არის მნიშვნელოვანი. დღეს მოქმედი 64 სასწავლებლიდან 19 სახელმწიფოა. სწორედ მათ შეეხება რეფორმები. ოცნების განათლების მინისტრი ამბობს, რომ მთავრობამ რეფორმა 19-ვე სასწავლებლის ხელმძღვანელთან განიხილა და 99%-იანი მხარდაჭერა მიიღო. თუმცა რეფორმას არ ეთანხმება და მხარს არ უჭერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ილიაუნის რექტორი განათლების რეფორმას დეფორმად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის უამრავ პრობლემას შექმნის. პროცესი მანიპულაციურია და საგანმანათლებლო პროფილები უნივერსიტეტებთან კომუნიკაციის გარეშე ნაწილდება. ამასთან ნინო დაბორჯგინიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ვაკე საბურთალოს პრესტიჟული ტერიტორიის გაყიდვის მიზნები ამოძრავებს, რაც ქართული საუნივერსიტეტო სუბკულტურის მოშლას გამოიწვევს. ეს ყველაფერი კი სხვა არასაჭირო რეფორმებთან ერთად საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებას. არავინ არ უარყოფს, რომ განათლების სისტემა, ზოგადად სასკოლო განათლება იქნება საუნივერსიტეტო, მას სჭირდება რეფორმირება, მაგრამ დაანონსებული გეგმის მიხედვით რაში გამოიხატება ეს რეფორმა? ვაკე საბურთალოს მასივის ყველაზე ძვირადღირებულის გაყიდვაში და რაღაცა გაურკვეველი სამოთხის აშენებაში რუსთავში, რომელსაც არანაირი სხვა კონტური შინაარსობრივი ჯერ არ აქვს. ეს არის მე არაერთხელ მithქვამს და სხვა შორის მათთანაც შეხვედრაზე მithქვამს, რომ ეს არის სწორედ ქართული საუნივერსიტეტო საზოგადოების შეურაცხყოფა. არც ერთი ლაბორატორია არ უნახავთ მაგალითად ილიას უნივერსიტეტში, არც ერთი ლაბორატორია, ხო? აი მაგალითად ბიოუსაფრთხოების მეორე საფეხურის ლაბორატორიები გვაქვს ჩვენ. რა ბედი ეწევა ამ ლაბორატორიებს? ვინ გვაძლევს ჩვენ იმის გარანტიას, რომ ამას ხელს რო ახლებს ვიღაცა, ის მერე იმუშავებს? რეფორმას არ ეთანხმება განათლების სპეციალისტების ნაწილიც და მიიჩნევს, რომ ცვლილებები გააუარესებს განათლების ხარისხს, გაზრდის სოციალურ უთანასწორობას, სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილება სტუდენტებს ცხოვრებას გაუძვირებს და დასაქმების შესაძლებლობებსაც მოუსპობს. დარგის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ რეფორმის ამ ფორმით ამოქმედების შეჩერებას შეძლებენ. იმედი მაქვს, რომ საზოგადოება დროულად მოვა აზრზე და შესაბამისად ჩვენ არგუმენტირებულად შევძლებთ, შევაჩეროთ ეს რეფორმა. განაცხადი არის
აბსოლუტურად პოპულისტური, თითქოს და შრომის ბაზარს დაახლოვებენ და ამით ვთქვათ, დასაქმების მაჩვენებელი გაიზრდება. სინამდვილეს ჩვენ რომ შრომის ბაზარს არსებობს გადავხედოთ, აუცილებლად ვნახავთ, რომ გვაქვს ძირითადად დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე მოთხოვნა და საქართველოს თუ ამ მიმართულებით გააგრძელებს, რომ ბიზნესის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მაშინ ჩვენ მივიღებთ, რომ ჩვენ ახალგაზრდებს ექნება დაბალანაზღაურებადი სამუშაო, ადვილად ჩანაცვლებადი სამუშაო, რაც სერიოზულად წარმოადგენს რისკს, იმიტომ რომ ბიზნესისთვის ისინი იქნებიან ადვილად ჩანაცვლებადები და შესაბამისად მათ არასდროს არ ექნებათ სამუშაო პირობები ისეთი, როგორიც უნდა კონდეს ღირსეული სამუშაო, როგორიც უნდა კონდეს ნებისმიერ მოქალაქეს. რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით იქნება განხილული. მთავრობა იმედოვნებს, რომ რეფორმების ტემპი სწრაფად და გეგმაზომიერად მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე წარიმართება. სამინისტრო ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტის საჯარო წარდგენასაც გეგმავს, სადაც სასკოლო განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები იქნება წარდგენილი.